ვაგრძელებთ ილუსტრატორის კურსს, თოთ მოიწონოთ და გამოიწოდოთ ჩვენი არხი, თუ კი მოგწონთ ჩვენი ვიდეო გაკვეთილები, ეს შესაძლებლობას მოგცემს უფრო მეტი საინტერესო კურსი დავამატოთ ისეთ სფეროებში, როგორიც არის ვებ პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და სხვა. დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება ისევ კომბინირებული ფიგურების შექმნა. რთულ გზებთან მუშაობის დამატებით ილუსტრატორში შეგვიძლია ვიმუშაოთ რთულ ფიგურებთან. მოცემულ გაკვეთილში მე გაჩვენებთ panels Pathfinder და Shape Modes რეჟიმებს. იმისათვის რომ გესმოდეთ როგორ მუშაობენ ისინი და როგორ გამოიყენება სამუშაო პროცესში. პირველ რიგში, თუ კი არ გაქვთ გამოძახებული Pathfinder-ი, აი ეს პანელი, უნდა გადახვიდეთ მენიუში Window და გამოიძახოთ Pathfinder. იმისათვის რომ მემუშაოთ ამ პანელს. თავიდან ჩვენ ვხატავთ ორ მარტივ წრეს. დაუბრუნდეთ გამოსახულებას artboard-ზე, მოგვიანებით განვიხილავთ რა არის artboard-ები, დავხატოთ ხელსაწყოთი ellipse, რაიმე ელიფტიკური ფორმა, შევიდეთ, ავიღოთ ellipse და რაღაცა ellipse-ი მოვხასოთ. ესეთი ელიფტიკური ფორმა. და მივიღეთ ესეთი შავი კონტური, როგორც ხედავთ. გამოვიყენოთ მათზე ლურჯი ფერი და გარშემოწირულობა უკეთ რომ დავინახოთ. ამისათვის გადავიდეთ swatch-ში და მასში ჩავასხათ ლურჯი ფერი. ან შეგვიძლია ძალიან მარტივად ავიღოთ აი dropper ხელსაწყო და პროექტიდან ავირჩიოთ ფერი. ხოლო კონტურის ფერი დავაწყობთ კონტურის ფერზე და მაგალითად ავიღოთ შავი ფერი. რომ უკეთ დავინახოთ რასთან მუშაობთ. თუ კი გავადიდებთ ახლა ამ გამოსახულებას, აი აქ დავინახავთ, რომ მას გააჩნია შავი კონტური და ლურჯი ფერი. ელიფსი მივიღეთ. თათ ელიფტიკური ფორმა არ აქვს, მაგრამ სამუშაოსთვის ესეც გვეყოფა. ორივე წრის გამოყოფის შემდეგ, თუ კი ორივე წრეს გამოვყოფთ, გადავდივართ Pathfinder-ში. ანუ გამოვყავით ეს წრე, ხელსაწყოთის selection. ამის შემდეგ shift-ს დავაწექით და გამოვყავით აი ეს წრე. ამის შემდეგ შეგვიძლია ეს შევკეცოთ ეს პანელი, გადმოვიტანოთ აქ, მივამაგროთ. ეს პანელიც swatch-ის შევკეცოთ და გამოვძახოთ Pathfinder. ეს პანელი. პირველ Pathfinder-ში, ჩვენ ამ შემთხვევაში Pathfinder-ში გაგჭირდება ჯგუფი Shape Mode რეჟიმები, რომლებიც აი აქ არის განლაგებული. Shape Modes. ფორმების რეჟიმები. პირველ რეჟიმს ეწოდება Unit. აი თუ მიიტანთ, დაიწერება Unit. ხედავთ ამ რეჟიმს. ამ რეჟიმზე დაწყაპებით ხდება წრეების გაერთიანება ერთიან ფიგურაში. ანუ თუ კი მე მასზე დავაწყაპებ, ხედავთ რომ ეს წრეები გაერთიანდა. მაგალითად, დავიღოთ აი ეს წრე, Alt-ით, ეს მოვნიშნოთ, Alt-ით გადმოვიტანოთ, ესე დავასვათ და თუ კი ამ წრეს და ამ წრეს მოვნიშნავთ, უფრო გასაგები რომ იყოს ესე გაჩვენებთ, დავაწყაპებ და ხედავთ რომ აი ამ წრეების გაერთიანება მოხდა. თუ კი გავადიდებთ, დავინახავთ, გავადიდებ ამას, ხედავთ, რომ აი ამ ორი წრის გაერთიანება მოხდა. ეს არის Unity. მოქმედების გაუქმების შემთხვევაში წრეები უბრუნდება ჩვეულებრივ ფორმას. გავაუქმე და ხედავთ რომ ისინი უკვე ცალ-ცალკე ფიგურებია. შეგვიძლია ავირჩიოთ რეჟიმი -front. ესეთი რეჟიმია აი აქ წარმოდგენილი, ხედავთ და მოდით ახლა თვალსაჩინოებისთვის ეს წრე გავაფერადოთ ყვითლად, ოღონდ გადავცოთ აქ ფონურ ფერზეა საუბარი და ხედავთ რომ ეს წრე ზემოდან არის, ეს წრე ქვემოდან არის. ამის შემდეგ მოვნიშნოთ ორივე წრე. გადავიდეთ Pathfinder-ში და გამოვიყენოთ -front. კეთილი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც -front-ს გამოვიყენებ, ობიექტის ნაწილი, რომელიც იმყოფებოდა ქვედა ობიექტის წინ, გამოკლებული იქნება და დარჩება მხოლოდ ქვედა ობიექტი. და ამავდროულად იმ ფორმას, სადაც იყო გადაკვეთა, -front-ი მოჭრის. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ხედავთ რომ ეს ყვითელი ფიგურა ზემოდან ადევს,
ლურჯი ფიგურა ქვემოდან არის, თუ კი ორივე ფიგურას გამოვყოფ და მინდა რომ ეს ფორმა დარჩეს მოჭრილი, საკმაოდ კარგი ხელსაწყოა, იმისაც რომ ფორმა მივცეთ, Pathfinder-ში უბრალოდ გამოვიყენებ minus front და ხედავთ რაც დარჩება. გავაუქმოთ მოქმედება. ეს წრე ოდნავ შემოწიოთ ახლა, რადგან შემდეგი რეჟიმისთვის დამჭირდება ამ წრის უფრო შემოწევა, რომ კარგად გავიგოთ რას გააკეთებს შემდეგი ბრძანება intersect. რეჟიმი intersect, აი ეს რეჟიმი, თუ კი მივიტანთ კურსორს და დავაყოვნებთ მოჩანს სახელი ამ intersect-ის, ამ ბრძანების წაშლის გამოსახულების ყველა ნაწილს ფიგურების გადაკვეთის წერტილში. Ну, ამისათვის დავაწყობთ intersect-ს და დავინახავთ, რომ მხოლოდ გადაკვეთის წერტილი დარჩება, ანუ ნაწილი უკანა ფიგურიდან, ნაწილი ზედა ფიგურიდან. აი ამას აკეთებს intersect. ტოვებს მხოლოდ გადაკვეთის ნაწილს. ბოლოს რეჟიმი exclude. აქ არის წარმოდგენილი exclude-ი. თუ კი მასზე დავაწყობთ, დავინახავთ, რომ დაწყებებით ამ ბრძანებას დაწყებებით, ხილულად ფიგურები არანაირად არ შეიცვლება, თუმცა უშუალოდ გადაკვეთის წერტილში მყოფი ნაწილი ამოჭრილი, ანუ წაშლილი იქნება. სხვაგვარად ვთქვათ, გადაკვეთის არეში წრეების შიდა ნაწილი წაიშლება. წავშალოთ წრეები და დავუბრუნდეთ ახლა ამ ჩვენს ლოგოს, ну არ გვინდა ეს წრე, ეს უბრალოდ დაგვენახა რეჟიმები და დავუბრუნდეთ აი ამ ჩვენს ლოგოს. ოდნავ დავაპატარავოთ, კარგად რომ მოჩანდეს და ეს გადავაადგილოთ. გადაადგილებისთვის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვაწვევით გამოტოვების ღილაკს, არ უშევთ ხელს კლავიატურაზე და კურსორი გადაიქცევა ხელის ფიგურად და მარცხენა ღილაკზე დაჭერით შემიძლია ვამოძრაო არგლოდის ამუშაო ფურცელი. მე მინდა ჩვენ გვაქვს აქ R-ი, მაგალითად მე ვქნი ლოგოს ამ ასოთი R, რომელიც მასშია მოცემული. მე მინდა რომ ასო R ამოვჭრათ ამ წრიდან. ახლა ის ამოჭრილად ჩანს, მაგრამ თუ კი მე განვათასებ რაიმე ზემოდან ამ ობიექტზე, ვერ დაინახავთ უკვე ასოს R. ანუ მაგალითად თუ კი მე აქ წრეს მოვხატავ, ხედავთ რომ ასო R გამქრალია. ანუ რეალურად ის ამოჭრილი არ არის. ამიტომ მოვნიშნავ ორივე ფიგურას, წრეს და R-ს და გარდავქმნი მათ რთულ ფიგურად, იმისათვის რომ ისინი მოიქცნენ როგორც ერთიანი ფიგურა. ანუ ჯერ ხელსაწყოთის select მოვნიშნავ R-ს და ამის შემდეგ მოვნიშნავ უკვე აი ამ წრეს. ან შემიძლია თლიანად ესე შემოვხაზო ხელსაწყოთის select და მონიშნული იქნება ორივე ფიგურა, R-იც და წრეც. ყველაფერი რაც მის არეალში მოხდება. გამოვყოფ ამ ორივე ფიგურას და ვიყენებ პანელს Pathfinder. შევხედოთ ხელმისაწვდომ მონაცემებს. გადავიდეთ Pathfinder-ში. Unit-ის მეშვეობით ისინი გარდაქმნილი იქნება ერთ წრედ. თუ კი დავაწყებებ, ხედავთ რომ ერთი წრე მივიღეს საბოლოო ჯამში. ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა და გავაუქმებ ამ მოქმედებას და შევხედოთ minus fronts ბრძანებას, რომელიც მის გვერდით არის განლაგებული. თუ კი მასზე დავაწყობებ minus fronts-ზე, ამ ბრძანებაზე, წინა ობიექტი R-ი განცალკევდება უკანა ობიექტისაგან. მე მივიღებ ზუსტად იმას, რაც მინდოდა, რადგან რეალურად ისინი უკვე ერთიანი აღარ არიან. შემიძლია გავაუქმო ეს მოქმედება, ანუ შემიძლია მაგალითად ახლა ამის შემდეგ მოვნიშნო R-ი კონკრეტულად, ну ეს R წამოვიღო, აი ხედავთ აქ იზოლაციაში რომ გადავიდეთ ახლა, კონკრეტულად R-ი მაინტერესებს და R-ში შემიძლია უკვე ფერის ჩასმა. ამ მონაცემის მეშვეობით, minus front-ის მეშვეობით. სადაც გამოიყენება ერთიანი ფერის ჩასმა ამ გაერთიანებით. ანუ რეალურად თუ კი მე მოვნიშნავ ამ ობიექტს, ამ R-ს და გადავალ swatch-ში, შემიძლია ფერი ჩავასხა, ოღონდ რა თქმა უნდა, შემოვატრიალებ ფერს და ხედავთ რომ ის უკვე ამოჭრილია, ანუ R-ში აღარ ჩაისხნება ფერი და ის R გამოყოფილად არის. მოთ კიდევ ერთხელ გავაუქმებ ახლა ამ მოქმედებას მე და უკეთ რომ დაგანახოთ რაზე მიდიოდა საუბარი. გამოვყავი მთლიანად ობიექტი, როგორც
რამოდენიმე წუთის წინ და თუ კი მაშინ ფერს ჩავასხამ, მოდი გადავთავ. არც გადამირთავს პრინციპში, იქედან გამომდინარე, რომ რეალურად ცალ-ცალკე ფიგურაა და ვერ მიხვდა რაში ხდება ჩასხმა. თუ კი მე ზედა ობიექტს გამოვყო მხოლოდ და გადავთავ ესე ხა კონტურია, მინდა ის ფერს და ჩავასხამ მასში ფერს, ნუ ხედავთ რომ რეალურად ის გადართვის შემთხვევაში საერთოდ არც კი მოქმედებს, რეაგირება არ აქვს. რეალურად აი აქ დავაწყაპებ ხა, ავიღებ ციცელ ფერს, მაგალითად ჩავასხამ ამ ციცელ ფერს და ხედავთ რომ ერი დარჩა თეთრად. ნუ ალბათ უცით რასაც გულისხმობ. გავაუქმოთ ეს მოქმედებები კლავიატურული კომბინაციით. ამ დრომდე ილუსტრატორი ვერ გებულობდა რა გამოიყენებოდა ფერის ჩასხმა თუ გარშემოწირულობა. ამიტომ ფერის ჩასხმის ხელსაწყოში, როდესაც მე აი ესე მოვნიშნავ ორივე ფიგურას, აი აქ კითხვის ნიშანი მაქვს. რადგან ვერ გებულობს რეალურად რაში ვასხამ ფერს. იზოლაციიდანაც რო გავიდეთ საერთოდ და უბრალოდ მოვნიშნოთ ორივე ფიგურა, სანამ მინუს ფრონტს გამოვიყენებ Pathfinder-ში, ის ვერ გებულობდა რაში ვასხამდი ფერს და ამიტომ კითხვის ნიშანს მინთებდა ფერის ჩასხმაზე. ანუ ვერ ხდებოდა გარშემოწირულობაზე მიდიოდა საუბარი, თუ მიდიოდა საუბარი თვითონ R-ასოზე. ამიტომ იყო გამოსახული კითხვის ნიშანი. ხოლო თუ მე გამოვყოფ ორივე ობიექტს ფუნქციის -front გამოყენების შემდეგ, აი ამ ფუნქციის -front-ის გამოყენების შემდეგ, უკვე ვხედავ რომ ფერი ამინთო აქ და მე ჩვეულებრივად შემიძლია swatch-ის მეშვეობით ჩავასხა ფერი. ანუ რეალურად დავაწყაპო მასზე, გამოვიძახო ეს ფერის ჩასხმა, ავიღო თქვა რაღაცა სხვა ფერი და გამოვიყენო მასზე და ვხედავთ რომ მივიღეთ აი ეს მწვანე ფერი. რასაც წერან არ აკეთებ და კიდევ მორებ იქიდან გამომდინარე რომ ვერ გებულობდა რაში ვასხამდით ფერს. Pathfinder-ის მეშვეობით მივიღეთ კომპლექსური ფიგურა ყოველგვარი სირთულის გარეშე. ავიღებ სხვა ფიგურას, მაგალითად მართკუთხედს, ავირჩევ წითელ ფერს, ჩავასხამ ფერს და გადავხატავ პირველ ფიგურას ზემოდან. ანუ ვთქვათ, აი აქ ავიღოთ ესეთი აი მე მართკუთხედი და ზემოდან გადავახატავ ამ ფიგურას და ჩავასხი მასშიც, ნუ ვთქვათ, მოდი მწვანე ფერი შევცვალოთ, სხვა ფერით, ვთქვათ ლურჯი ფერით, რომ უკეთ დავინახოთ და ეს ზემოდან გადავახატე. ძალიან კარგი. ამის შემდეგ დავტოვებ გამოყოფილად ახლად დახატულ მართკუთხედს, რა თქმა უნდა, ხელსაწყოთი სელექშენ, ანუ ის რჩება გამოყოფილად. გადავალ მენიუში object და ავირჩევ ბრძანებას arrange, ნუ აქ object, arrange და აქ მაქვს bring to front. ანუ წინიდან უკან გადამრთველები მაქვს სხვადასხვა, ნუ შემიძლია მე ავირჩიო bring forward, send backward და ხედავთ რომ ობიექტი გადავიდა უკან. ამის შემდეგ მე შემიძლია R-ზე ჩამოვიტანო და ხედავთ რომ აბსოლუტურად სხვა რაღაც მივიღეთ, სხვა სიტუაცია. ნუ შემიძლია რა თქმა უნდა ეს დავაპატარავო ისე როგორც მე მჭირდება, შემოვწიო საზღვრები, ნუ კუთხეები დაუმგროვალო და ნუ სხვა მრავალი манипуляცია ვახორციელო უკვე ამ უკანა ფიგურაზე. ან საერთოდ შემიძლია ავირჩიო direct selection, ნუ ხედავთ აი აქ, მოვნიშნო მარკერით, დავხატო ის მრუდე და წამოვიღო ეს და დავმალო საერთოდ ამის უკან ანალოგიურად წამოვიღო დავმალო ესეც, ნუ ეს მოვიყვანო რაღაც ასოთ გავაკეთე, მოვნიშნავ, ნუ აქაც მრუდეს შევქმნი, წამოვიღებ აი ამ მრუდეს და აქ დავსვამ ერთთან და ნუ აქაც იგივეს განვახორციელებ, მოვნიშნავ აი ამ დეტალს, მრუდეთ გარდავქმნი მას და ნუ მოვიყვან იმ ზომაზე, რა ზომაზეც მჭირდება. ნუ აქ რა თქმა უნდა ცოტა ოდნავ გადიდება და გვჭირდება სიზუსტისთვის, რომ ზუსტად დავსვათ, ნუ ხედავთ აქ ოდნავ 10-მილია, მოვნიშნავ ამ დეტალს, დავაპატარავებ და ნუ აი ამ მიმმართველის მეშვეობით, ნუ მივცემ რაღაცა ფორმას. ხო, ნუ ესე დავსვამ დაახლოებით, ანალოგიურად აქაც ხედავთ რომ ცოტა შეიცვალა ფორმა და შესაბამისად აქაც დავაპატარავებ. ნუ ამას რა თქმა უნდა შევწევ რამ ხელზეც მჭირდება. ნუ ასე შემიძლია მართო ეს დეტალი. და მივიღო ის, რაც მე მსურს. რეალურად ხა ნუ აღარ დავიწყებ ამის დამუშავებას ზუსტად დასმაზე, ეს უკვე თქვენ თვითონ გააკეთეთ სავარჯიშოს სახით და რეალურად მე მივიღებ ორი ფიგურისგან შემდგარ ესეც საინტერესო გაფერადებულ R-ასოს.